ძვირფასო მედია საშუალებების წარმომადგენლებო, მოგესალმებით შუა დღემშვიდობის. მადლობას გიხდით, რომ შემოგვერთდით და ეს მუშაობთ ჩვენს პრესკონფერენციაზე. ეს არის დასკვნითი ნაწილი, ამით დასრულდება ჩემი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ჩემს გვერდით არიან გენერალური დირექტორი დემოკრატიის ადამიანური ღირსების მმართველობის ქაბატონი მარია როოტანენი და ასევე ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობების მიმართულების დირექტორი ჟან-ლუკა ესპოზიტო, რომლებიც ასევე უპასუხებენ კონკრეტულ ტექნიკურ შეკითხვებს, თუ ასეთი გექნებათ. ეს არის კრიტიკული დრო საქართველოსთვის. საქართველო სავსე პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით და მე აქ ვარ უპირატესად და უპირველესად იმისათვის, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოუცხადო საქართველოს და საქართველოს ადამიანებს. ისინი იმსახურებენ სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არის სრული და ძალიან ძვირფასი წევრი ევროპის საბჭოში უკვე 25 წლის განმავლობაში. და რადგანაც მე გენერალური მდივანი გახლავართ ევროპის საბჭოსა, მე აქ არ ვარ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ჩამოსული, ეს არის სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელი და არსებობს ცალკე სხვა დასკვნები, დაიწერება დასკვნები, რომლებიც არჩევნების დაკვირვებას ეხება. ის რაც ხდება საქართველოში, მე როგორც გენერალურმა მდივანმა, ჩემთვის ჩემი მხრიდან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნება, რომ აქ არ ვიყო, სახელმწიფოში, რომ არ დავდგე ხალხის გვერდით და მთავარი ამოცანა ჩემი აქ ვიზიტის ყველას რომ შევახსენო, არის ის, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ შეიძლება იქნას გადაჭრილი, თუ დავიცავთ ფუნდამენტურ პრინციპებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც შევხვდი ამ კვირის განმავლობაში. მე მქონდა გულწრფელი, ღია, კონსტრუქციული დისკუსიები ყველასთან, ვინც დამთავრდა და შემხვდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი, მთავრობა, ოპოზიცია, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში და ეს იყოს ერთ-ერთი მთავარი პირობა ჩემი ამ ვიზიტისა, რომ შევხვდრიყავი ყველას. დიალოგი არის ქვაკუთხედი ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის. ჩემი ჩამოსვლის და ჩემი ვიზიტის განმავლობაში მე აღნიშნე ბატონი კაგვარამეს განთავისუფლება, ასევე შევხვდი ბატონ ალე კველისაშვილს გუშინ შუადღეს. დღეს მინდა ყურადღება გავამახვილო სამ მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი ფუნდამენტური თავისუფლებები, მეორე დემოკრატია, მესამე ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა, ბოლო დროს მიღებული კანონები. პირველი, მოდი ფუნდამენტურ თავისუფლებებზე ვისაუბროთ. უწყებებთან შეხვედრას მე აბსოლუტურად ცხადად განმაცხადე, რომ ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება გაწერილია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და მისი ინტერპრეტირება, მისი განმარტება ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და ეს უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული. და მიუღებელია მათი დარღვევა განსაკუთრებით დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. რიგი განგარში სიგნალებისა იქნა გამოგზავნილი ჩვენს პლატფორმაზე, რომელიც ეხებოდა ჟურნალისტების წინაშე არსებულ საფრთხეს, მათ დაცვის საჭიროებას, წინააღმდეგ. მე მიმართა სახელმწიფო უწყებებს, რომ პირველ რიგში თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან, მეორე სწრაფად განეხორციელებინათ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება, იმისათვის რომ უზრუნველყოფილიყო ყველა პასუხისმგებელი პირის თვის პასუხისმგებლობის აკისრება და გაეთავისუფლებინათ მესამე, გაეთავისუფლებინათ ყველა, რომელიც ადმინისტრაციულ წესით არის დაკავებული. მე მივიღე გარკვეული დაპირებები, შეპირებები ამასთან დაკავშირებით. წლევანდელი წლის
18-29 ნოემბრამდე წამების კომიტეტი სიპიტი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ვიზიტის განმავლობაში დელეგაციამ შეაფასა მოპყრობის მდგომარეობა, პირობები, რომელიც საპოლიციო იზოლატორებში და ასევე დაკავების დაწესებულებებში არსებობდა, მათ შორის ისინი, რომელიც გამოყენებულია თბილისის დემონსტრაციების დროს დაკავებული პირებისთვის. სიპიტი ძალიან მალე წარმოადგენს უკვე ამ წინასწარ დასკვნებს სახელმწიფო უწყებების მიმართ და შემდეგ რა თქმა უნდა გვაქვს მოლოდინი რომ მოქმედებებიც მოყვება ამ ყველაფერს და ნაბიჯები გადაიდგმება. სიპიტის ვიზიტის შემდეგ შემდგომი ვიზიტი შეიძლება ასევე განხორციელდეს მომდევნო კვირების განმავლობაში. ასევე მინდა შემდეგი თემა გავაჟღერო, ეს არის დემოკრატია. პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ყველა ძალები, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია, ვალდებულია, რომ ეს ვთქვათ გახსნას დიალოგი, ჩართოს დიალოგში, დაიცვას და პატივისცეს დემოკრატიულ პრინციპებს. დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობის და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში და ევროპის საბჭო მზად ვართ რომ ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს. რა თქმა უნდა, ესე იგი რწმენის და ნდობის გაღვივების მექანიზმების გამოყენებით შეგვიძლია ეს გამოყენოთ, თუმცა რა თქმა უნდა ეს არის საქართველოს მოსახლეობის ხალხის და აქ არსებული უწყებების ხელში რომ სრული დემოკრატია, სრულად ფუნქციონალური დემოკრატია აღორძინოს და გააძლიეროს, რომელშიც უნდა ჩართოს ყველა, რა თქმა უნდა, მათ შორის უმცირესობები, სამხალხო საზოგადოება და ასე შემდეგ. და ბოლო საკითხი ეხება ბოლო დროს მიღებულ კანონმდებლობას. მე გამოხატა ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აუარესებს სამხალხო საზოგადოების ორგანიზაციების და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ სრულად მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, როგორც ეს არის გაწერილი ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში და როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია. მე მივესალმები და გეტყვით, რომ თავობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. გამოხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები ასევე შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებით, როგორც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხის და პრობაციის სისტემის რეფორმები და ნამდვილად ესე იგი დარწმუნებული ვართ, რომ ეს ვთქვათ კანონი და კანონი სხვა ესე ვთქვათ აი ბოლდროინი კანონმდებლობა ნამდვილად არ მოდის შესაბამისობაში ევროპის საბჭოს და კონვენციის მოცემულებასთან და ჩვენ მივიღეთ გარკვეული დაპირებები და ასევე საბჭოს როგორც მოგხსენებათ აქვს სამოქმედო გეგმა 2024-2027 წლებისთვის. ეს არის ევროსაბჭოს მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმა, რომელიც შემდეგ მინისტრთა კომიტეტის მიერ არის დამტკიცებული. ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის და ეს გეგმა არის მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს თავისი ევროპული სულისკვეთების განხორციელებაში. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ქართულ ხალხთან მუშაობას, უწყებებთან, სამხალხო საზოგადოების წევრებთან მუშაობას, როგორც საერთაშორისო ადგილობრივ პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, რეალობის გათვალისწინებით და რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებ ყველა დონორებს, რომ პირიქით გააძლიერონ და არ შეამცირონ მხარდაჭერა აი ამ საქმიანობაში. ძვირფასო წარმომადგენლობა მინდა რომ მოკლედ ესე იგი გითხრათ რა მოხდება შემდეგ. პირველ რიგში მე რომ დაუბრუნდები სტრასბურგში, მე საქმის კურსში ჩავაყენებ ყველა წევრ სახელმწიფოს, ევროკავშირს, სხვა ყველა პარტნიორს ამ ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით. მე ასევე გავაზიარებ ინფორმაციას ადამიანის მივაწვი ინფორმაციას ადამიანის უფლებათა კომისარს, რომელიც გეგმავს ვიზიტს საქართველოში ძალიან მალე და რა თქმა უნდა საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი იანვარში გეგმავს ჩამოსვლას, ასევე კონგრესი ადგილობრივი და რეგიონალური უწყებებისა გეგმავს საქართველოს ჩამოსვლას. შემდეგ კვირის დასაწყისში სიპიტის წინასწარი დასკვნები იქნება გაზიარებული სახელმწიფო
სახელმწიფოსთან. ქმედებები, რომელიც სახელმწიფო უნდა განახორციელოს, არის მყისიერადაა საჭიროება. სიპიტის შემდგომი ვიზიტი შეიძლება ასევე განხორციელდეს უახლოეს კვირებში და მესამე, როგორც გითხარით, ჩვენ შევქმნით ერთობლივ სამუშაო ჯგუფს საქართველოს მხარებთან ერთად იმისათვის, რომ ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის შესახებ კანონი იქნას შეცვლილი. მეოთხე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ საკმაოდ გეგმის მიხედვით მთავარ პრიორიტეტულ სფეროებზე გავაკეთებთ აქცენტირებას. ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, მართლმსაჯულება, საარჩევნო უფლებები, ციხე, პრობაცია. ჯერ მოდია წარმომადგენლებო, მე ბოლო 3 დღის განმავლობაში, ამ 3 დღის განმავლობაში ვიყოფებდი საქართველოში, ვიყავი თბილისში და მქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდი ყველას, ვინც დათანხმდა ჩემთან შეხვედრას კონსტრუქციულ გარემოში, შეფერხებების გარეშე და მინდა, რომ მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ორგანიზება გაუკეთათ ჩემს აქ ვიზიტს. საქართველოს ადგილი იყო, არის ევროპაში, საქართველოს არის ევროპის საბჭოს წევრი. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ხარდაჭერას თავის დემოკრატიული გზაზე და გზის მსვლელობაზე. დიდი მადლობა და ახლა მზად ვარ, რომ უპასუხო შეკითხვებს, თუ გაქვთ ასეთ შეკითხვები, რა თქმა უნდა. მადლობა, ბატონო გენერალურ მდივანო, თუ შეიძლება ახლა დასვეთ შეკითხვები და ოღონდ გავაკეთოთ მოკლე შეკითხვები, იქნება ხანგრძლივი განცხადებების სახით გაკეთებული, თუ შეიძლება დაასახელეთ ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენს, შემდეგ დასვით ესე იგი კითხვები და კითხვებს უპასუხებენ ჩვენი წარმომადგენლები რიგრიგობით. მოგესალმებით, მე ანა გახლავართ, ჟურნალისტი ტელეიმედიდან. რა მესიჯი გაქვთ საქართველოდან და როდის აპირებთ ახალ პრეზიდენტთან მიხეილ ყავლეშვილთან შეხვედრას? რა მესიჯზე საუბრობთ საქართველოდან? მე მგონი ძალიან მკაფიოდ ვისაუბრე და ჩემს განცხადებაში ძალიან მკაფიოდ გითხარით, თუ რა გაკეთდა ამ დღეების განმავლობაში, თუ რა დაპირებები მივიღეთ აქ ადგილზე, ასევე ვისაუბრე იმაზე, თუ რა ერთობლივ სამუშაოს გეგმავთ მომავალში უცხოური გავლენის კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს შეხვედრა სხვათა შორის, ესე იგი, ნამდვილად არ ჩაშლი, იმიტომ რომ პროგრამა ისეც ინტენსიური იყო. თქვენ ისაუბრეთ თავდასხმებზე, ჟურნალისტებზე და ეს იყო ძალიან ძლიერი, ეს თქვათ თავდასხმები დემონსტრანტების მხრიდანაც იყო ჟურნალისტები თავდასხმები და ამაზე თუ გაქვთ ინფორმაცია. მე გიპასუხებთ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ევროპის საბჭოს პლატფორმაზე ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით რომ გაიზრდება ასეთი შეტყობინებები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ იყო თავდასხმები, ასევე შევიწროება სხვა ფორმის ესე იგი ძალადობრივი ჟურნალისტების წინააღმდეგ ადგილზე აქ კი. მადლობა შეკითხვისთვის.
სამი დღე ვიმყოფებოდი საქართველოში. სამი სრული დღე, 4 შაბათი სრული დღე, 5 შაბათი სრული დღე და დღევანდელი დღე პარასკევის სრული დღე. და მე გავაკეთე განცხადება, რომ ვიყავი მზად შევხვდები ყველას. ახლა უკვე მხარეებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით, თუ არა მე ჩამოვედი აქ. ხომ ასეა, მე ჩვენ ხომ არ ვხვდებით სტრასბურგში, ბრიუსელში, მე მოვედი აქ იმისთვის, რომ გამიმარტივებინა შესაძლებლობა ყველასთვის, რომ ისინი შემხვედროდნენ. მე ვერ გეტყვით თუ ეს თქვა მხარეებმა რა უნდა გააკეთონ, რა შეიძლება რომ გააკეთონ, მათ ჰქონდათ ეს შესაძლებლობა, რომ შემხვედროდნენ და ასევე ის ძალიან მკაფიოდ გამაცხადა თუ რას ვაკეთებთ აქ, რისთვის ვიყავით აქ. აუცილებლად ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს ყველაფერი ნათქვამი. ევროპის საბჭოს როლი გახლავთ, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც კი შეიძლება იმისთვის, რომ ხარი დაუჭიროთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას. და ჩვენ დავინახეთ ბოლო კვირების განმავლობაში, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ადამიანის უფლებების დაცვა იყო შეშფოთების საგანი. ამიტომაც ჩამოვედით და ამიტომაც ძალიან მკაფიო პოზიცია მეჭირა ამ სამი დღის განმავლობაში და ასევე ამიტომ მკაფიო თქვი რა უნდა გავაკეთოთ და რას გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანის უფლებები, ასევე ვთქვი, რომ მივიღე გარკვეული დაპირებები, თუ რა მოხდებოდა შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, ეს ხდება ყველაფერი ქართული ხალხისთვის. ქართული ხალხი არიან ევროპელები, სრული წევრები ევროპული ოჯახის და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭომ ეს ყველაფერი აკეთოს და მე აბსოლუტურად ღია ვიყავი და მზად ვიყავი, რომ შევხვედროდი ყველას. და მათ კითხეთ რატომ არ შეხვდნენ. ეს არის თავისუფალი გადაწყვეტილება. მე არ პრობლემა არ მაქვს ამასთან. აბსოლუტურად შესაძლებელი არის შეხვედრა და რა თქმა უნდა, როცა ტარდება შეხვედრა, ეს უნდა იქნას, ესე იგი, და არის შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული. კონკრეტულ დეტალზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს, ამიტომაც გვჭირდება კანონის უზენაესობა, სტაბილური ინსტიტუციები იმისთვის, რომ ყველა პრობლემაზე ვიმუშაოთ. მე არ ვიყავი უშუალოდ დემონსტრაციების ადგილზე, მე არ მიმიღია მონაწილეობა, შესაბამისად ვერ გავაკეთებ შეფასებას. ჩვენ აქ ვართ, იმიტომ რომ ჩვენი კომპეტენციები, ჩვენი მხარდაჭერა გამოუცხადოთ ქვეყანას იმისთვის, რომ ძალადობა იქნას დაგმობილი ყველა მიმართულებით და რა თქმა უნდა, ახლა დანარჩენი ეს არის საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილება და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნას დაშვებული ის, რომ ძალადობა გადაიქცეს დაუსჯელობა და აუცილებლად ყველა ამიტომაც არსებობენ უწყებები, ამიტომაც არსებობს კანონები და ამიტომაც საბჭო, ევროპის საბჭო მუდმივად საუბრობს და მუდმივად იმეორებს იმას, რომ სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, სამართლიანი აღსრულება კანონების არის მნიშვნელოვანი. ბატონო, თქვენ რადიო თავისუფლება, ბატონო გენერალური მდივანო, თქვენ რამდენიმე შეხვედრა გქონდათ ამ ვიზიტის განმავლობაში და ერთ-ერთი მათგანი იყო ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, საპატიო თავმჯდომარესთან. თქვენ გამოაქვეყნეთ სოციმედიაში ყველა შეხვედრის შემდგომ ინფორმაცია და გამოსწორეთ თუ ვცდები ბევრი შეხვედრა გქონდათ, თუმცა თქვენ არანაირი ინფორმაცია არ გამოაცხადეთ იმ შეხვედრაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოში ყველაზე გავლენიან, სამაგრო ყველაზე გავლენიან ადამიანს. რა პლუსები მინუსები დაფიქსეთ თქვენი შეხვედრის დროს? არა, პოსტზე იყო ნახსენები ყველა შეხვედრა, რომელიც ჩატარდა და კი ჩვენ 4 შაბათს გქონდა შეხვედრა. იგივე ელემენტებს ეხებოდა ეს შეხვედრა, რაც სხვა შეხვედრები, ანუ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, სიტუაციის განვითარებას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ბოლო თვის განმავლობაში იმაზე ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა და
ის ვალდებულებები, ასე ვთქვათ, არსებობს, ასევე რეალობა და ასევე პასუხისმგებლობა ყველა მხარის, მათ შორის ჩვენი ევროპის საბჭოში, რომ ვიმუშავოთ ყველა წევრ სახელმწიფოსთან იმისთვის, რომ საქართველოს ევროპულ გზას ევროპულ გზაზე გაგრძელოს სიარულე. ეს იყოს ძირითადად ესე იგი თემატიკა ჩვენი საუბრის, რა თქმა უნდა. ეს იყო ერთ-ერთი დისკუსია. რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვის ნიშნები, პრობლემები არსებობს, იგივეა, ეს არის, რა თქმა უნდა, რაც რეგიონში არსებობს, ხო, რომ საქართველოსიც იგივეა, ეს არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვა და ბატონ ივანიშვილთანაც ზუსტად ამ კონტექსტში გქონდა საუბარი. მადლობა. მოგესალმებით. Vladana Besem, Georgia Today, Bushin, opposition party, is critics თქვენი ვიზიტი. ასევე ფრანგმა პოლიტიკოსმა ლადანიელ ვილასონმა სოციომედიაში დაგადანაშაულად, რომ თქვენ ქმნით გაურკვევლობას ამ ძალიან კრიზისული პერიოდის განმავლობაში საქართველოში. როგორ უპასუხებთ ამ ბრალდებებს? ბრალდება ეს სიტყვა ცოტა ძალიან ბრუტალურია, ხო? მე საქართველოში უკვე 3 დღეა რაც ვიმყოფები იმისთვის, რომ შევხვდე ყველას. და მე მგონი ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომ შევხვდე კონტაქტში გარკვეულ რა არის საკუთო გზა და საკუთო ქმედება. რა თქმა უნდა, ჩემს უკეთეს იქნებოდა, რომ დავჩენილიყავი ჩემს ოფისში სტრასბურგში, იქიდან გამეკეთებინა განცხადებები საქართველოს შესახებ, ხო? მე გადავწყვიტე, რომ ჩამოსულიყავი, რომ 3 სრული დღე აქ გამეტარებინა და ეს მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებაა, ხო? ერთადერთი გზა ეს არის, რომ შევხვდე ყველასთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგეცეს. ხო, კი, შეიძლება ესე ყოფილიყო, რომ მე თქვა დავუშვათ მე ვარ მზად, რომ ყველას შევხვდე სტრასბურგში, მაგრამ ახლა ყველა ვინ შეძლებდა იქ ჩამოსვლას ჩემთან შესახვედრად. აქ ჩემი ჩამოსვლით მე მივეც საშუალება ყველას, რომ ყველა შემხვედროდა. ეს ერთი. რაც ეხება, ესე იგი, მაგალითად, რომ არ არის მიზანმიმართული შეხვედრა და აზრს მოკრებული, რომ ამაზე არ გეთანხმებით, რა თქმა უნდა, დიდი პატივისცემით. ერთი ფაქტი, ხა მე ვბრუნდები სტრასბურგში, იმით რომ არის განზრახულობა, რომ ვიმუშაოთ, მაგალითად, ერთობლივი განზრახულობა, რომ ვიმუშაოთ კანონზე უცხოური გავლენის შესახებ. მარტო ეს ელემენტი უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, მე მგონი საქართველოსთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და საქართველოს ევროპული გზისთვის. და ყველა ელემენტი ის რომ აქ ჩამოვედის, რომ ვისაუბრეთ მაგალითად ეს თქვა გადამეტებული ძალის გამოყენებაზე ასე შემდეგ მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის თქმა ადამიანების წინაშე. მეორე ესე იგი არის უკვე გათავისუფლება და გათავისუფლება ყველა ადმინისტრაციულ წესით დაპატიმრებული ადამიანების. აქ უკვე განსხვავებული ჭყეს, რომ მოდიხარ ყველა მხარეს ესე იგი ხვდები. მესამე უკვე გამჭვირვალე ეფექტური გამოძიების შეტრება ყველა ინციდენტის, რომელიც მოხდა დემონსტრაციების დროს. ამის პასუხისმგებლობის გაჟღერება აი ამგვარად ამ ყველაფრის თქმა აქ საქართველოს ჩამოსვლით და ხალხის წინაშე უკვე განსხვავებული ამბავია და კიდევ სიპიტი ვახსენეთ, წეღარაც ვილაპარაკე და ვისაუბრე შემდეგ ეტაპებზე, შემდეგ საფეხურებზე, ასე კომისიის ჩამოსვლაზე ვისაუბრე, ასამბლეის ჩამოსვლაზე. ეს არის განსხვავება ყველაფერი, ეს არის ის რაც იცვლება. ანუ მე ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რომ ამ შეხვედრას მიზანი არ გქონდა. ახლა ჩვენ თუ მტკიცედ დავდგებით საქართველოს გვერდზე და ქართველი ხალხის გვერდზე, ახლა სიტყვა არ იქნება მარტო სიტყვა, ეს იქნება კონკრეტული ფაქტები და აქ ჩამოსვლა 3 სრული დღის გატარება არის უკვე ფაქტი. Helena Bedwelli, Bloomberg News. საუკეთესო შესავალი ამ ვიზიტის, რაც თქვენ თქვით, ხო, არ ვიცი, ხა ჩემი კოლეგების უმეტესობა რატო აიგნორებს ამ ყველაფერს, მაგრამ არაუშავს. გითხარით თუ შეიძლება ამ კანონში ცვლილებების თაობაზე, რომელიც თქვენი ვიზიტის შედეგია, ანუ ვადები გვაქვს რამე, ვინ იქნება თქვენი მხრიდან, ან საქართველოს მხრიდან? ერთ წინადადებას გეტყვით და მე ბატონი ესპოზიტო გააგრძელებს გენერალური მდივანი. ჩვენ გვაქვს ახლა მიღებული დაპირება დღეს
და დღეიდან იწყება 10 თვის წერტილი არის დღევანდელი დღე, ხო? და ჟან-ლუკა გეტყვით უფრო დეტალურად. მადლობა ბატონო გენოვდივანო, კი ბატონო. როგორც ბატონო გენოვდივანმა თქვა, ეს ვთქვათ არის ბოლო დროის განვითარებული მდგომარეობა, რა თქმა უნდა ჩვენ დავაორგანიზოთ ყველაფერი ჩვენი მხრიდან შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად, ყავს ექსპერტები, კონკრეტულად ვენეციის კომისიის ექსპერტები, რომლებიც ძალიან აქტიურად იქნებიან ჩართულები, ისეც არიან ჩართულები, ისინი წარმოადგენენ შემოთავაზებს რეკომენდაციებს კანონშეცვლებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია ღია, ჩვენ ვართ ღია, ჩვენ მზად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა ამ ფორმის იყოს სრულად შესაბამისობაში ევროპის საბჭოს სტანდარტებთან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ასევე დისკუსიები ჩვენს მხარეებთან, ქართულ მხარესთან და ჩვენ შევქმნით ესე იგი ერთობლივ სამუშაო ჯგუფს. დიდი მადლობა. დღეს არის 20 დეკემბერი, ხო ესეა? რა თქმა უნდა, ეს ახლოს კვირებში მოხდება, იქ არის ისმის ახლა კითხვა, იმიტომ რომ მიკროფონით საუბრობენ, ანუ საუბრობთ კვირებზე და არა წლებზე. მადლობა, კიდევ ხომ არ არის შეკითხვა? გისმენთ? In the nearest future. Thank you very much for your. მე მეორე ნაწილს ვუპასუხებ და პირველ ნაწილთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გაჟღერდა და ასევე შეგვეძლება რომ ბატონ ჟან-ლუკას პოზიციასაც დავუბრუნოთ ისევ სიტყვა და ის გასცემს პასუხს. ესე იგი თუ მივიღეთ დაპირება რომ ვიმუშაობთ ცვლილებებზე კანონში, ეს იყო რა თქმა უნდა მთავარი მხარების მიერ გაკეთებული დაპირება და მათ შორის რა თქმა უნდა ვენეციის კომისიაც არის ამ ყველაფერში ჩართული, რაზეც იტყვის მე ჟან-ლუკა ბოლო ამ 3 დღის განმავლობაში მე ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა. ძალიან ბევრი რამ მოვისმინე. ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო რომ შევხედოდი ადამიანებს. პირდაპირ უშუალოდ ადამიანებს, არა მხოლოდ წამეკითხა ტექსტი უბრალოდ დამეთმო დრო, დავჟარიყავი მათთან ერთად და ჩვენ მქონდა შეხვედრები, საკმაოდ ხანგრძლივი შეკითხვები, ზოგი შემხედრა საათზე მეტი გაგრძელდა, ეს არ იყო რაღაცა ფორმალური უცებ შეხვედრა, ეს იყო ხანგრძლივი შეხვედრა, დეტალური დისკუსიით, ყველა ელემენტების განხილვით და მე რაც მიმაქვს ამ ყველაფერიდან, ამ ყველა შეხვედრიდან პირველ რიგში ეს არის ის, რომ ჩვენ ახლა ამ კონკრეტულ მომენტში განსაკუთრებით ვგრძნობთ და აღვიქვამთ ძალიან ძლიერ ემოციებს, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ნორმალური ასეთ სიტუაციაში, ასეთ დაძაბულ სიტუაციაში. მეორე დიალოგი მარტივია რომ თავი მოაჩვენო, თუმ დიალოგში მონაწილეობ, ხო? თუ ხოლმე დიალოგი გინდა დიალოგისთვის არა, გჭირდება პირობები. წინა პირობები გამზადებული იმისთვის, რომ შედგეს დიალოგი და კარგი დიალოგი შედგეს, ხო? გჭირდება ნდობა მხარებს შორის და უნდა შექმნა ეს ნდობა მხარებს შორის და შემდეგ უნდა უკვე შეძლო დიალოგი. ახლა ამასთან დაკავშირებით რა შემიძლია გავაკეთოთ? ნუ მთავარი პასუხი უნდა თვითონ ქვეყნისგან წამოვიდეს. თქვენ და ყველა მხარე, რომელიც საქართველოშია, თქვენ უნდა შეძლოთ ამ ელემენტების დახნახვა და იმ პირობების შექმნა. ჩვენი მხრივ შეგაკეთება შეგვიძლია, მე სამოქმედო გეგმა ვახსენე, ხო, რომელიც გვაქვს საქართველოსთვის, ეს სამოქმედო გეგმა ახლა ხანს იქნება დამტკიცებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ წელს. და ეს დაგვეხმარება, რომ თქვენ დახმარება გაგიწიეთ საქართველოს გვერდზე ვიდგეთ 2024-დან 2027 წლამდე პერიოდში, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია და აი ამ კონტექსტში უნდა იყოს მნიშვნელოვანი გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ღონისძიებების გატარება დახმარებისთვის, ყველა აქტორის დახმარებისთვის, მაგრამ ამის ნება უნდა გქონდეთ თქვენ.
რომ ეს წინაპირობები თქვენ შექმნათ ქვეყანაში. სხვაგვარად ახლა გარედან დიალოგის თავს მოხობა შეუძლებელია, ხო? უკაცრავად ეს ასეა. უბრალოდ მე დავამატებ უდნავ ესე იგი იმ საკითხებს, რომელიც ძალიან გავაჟღერეთ, როგორც გითხარით, იქნება ესე იგი ექსპერტები ჩვენ მხრიდან, ეს იქნება ვენეციის კომისიიდან, არ მხოლოდ ვენეციის კომისიიდან. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებითაც და საჯგუფების საკითხები ასე შემდეგ, რომ ჩვენ გვექნება ესე იგი სრული ჯგუფი ექსპერტიზის ჩვენი მხრიდან, ხოლო აცახება საქართველოს მხრიდან ექსპერტებს. ნუ აი უკვე საქართველოს სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ ველით რომ ძალიან ინკლუზიური ესე იგი დიალოგი იქნება, რა თქმა უნდა, ჩართული ხდება ყველა მათ შორის სამხედრო საზოგადოების ორგანიზებები, რომელსაც პირდაპირ ინტერესი აქვს ამ კანონმდებლობის მიმართ. როგორც გითხარით, დღეს 20 დეკემბერი ხო ესეა და ჩვენ დავასრულებთ დღევანდელ დღეს ჩვენი ვიზიტი, ჩვენ ყველა ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიებს და მე შემიძლია ვისაუბრო კვირების ვადებში და არა წლების, რა თქმა უნდა, ვარდისფერში ქალბატონი. Thank you for giving კი, გვაქვს მოლოდინი, რომ შეიცვლება კანონი. მე აქ, როგორც გითხარით, ვარ დელეგაციასთან ერთად 3 დღის განმავლობაში, ჩვენ აქ დასასვენებლად ხომ არ ჩამოსულ ვართ. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ 3 დღის განმავლობაში, ვხვდებოდით ყველას და მივიღეთ დაპირება, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ვიმუშაოთ ერთობლივად. შემდეგ კვირების განმავლობაში სამუშაო ჯგუფით დავიწყებდით კანონის ცვლილებას და რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ შეიცვლება. კი. ნათელია. თუმცა ასევე არის ნათელი, რომ გვაქვს სიტყვები, გვაქვს აღებული გაცემული დაპირებები, ვალდებულებები, მაგრამ ასევე ეს უნდა გახდეს ფაქტი. რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული დრო და თუ თქვენ რა გინდა თუ დღეს შუა დღესვე ვთქვათ სამუშაო ჯგუფი ვინ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ექსპერტები, ჩვენი ექსპერტებიც, რა თქმა უნდა, ეს ექსპერტები ძალიან ესე იგი დაკავებულები არიან, ძალიან ბევრს მუშაობენ, ხო? ზუსტად ახლა ერთი კვირა იქნება 10 დღე იქნება, იმიტომ რომ ახლა შაშობა ვარდებები იწყება, მოგახსენებათ, ასევე ვენეციის კომისიაც ახლა ვერ მისცემ ასე მკაცრ დავალებას ვენეციის კომისიაში, აბა ხვალე შეიკრიბეთ და დაიწყოთ მუშაობა. ჩვენ ამას დავაორგანიზებთ. ეს არის კვირების ამბავი და არა წლების. ხო, კვირების, ოღონდ ერთ თვემდე კვირების, ხო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენ მინდა რომ ხარისხინით გაკეთდეს ყველაფერი და ამ პროცესმა წინ უნდა დაიწყოს სულა ჩვენ და აქედან წავიდეთ წინ და პირველი წინსვლა იქნება ეს აღებული ვალდებულება, ძალიან მკაფიო აღებული ვალდებულება, თანხმობა ჩვენ შევთავაზეთ დროს გაკეთდებოდა და ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენი ექსპერტების მონაწილეობით და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ რამდენიმე კვირაში ჩვენ შეგვეძლება უკვე კონკრეტულ აქტორებთან ესე იგი ერთად მუშაობის დაწყება.
მადლობა. მე რის თქმად შემიძლია იცით, როცა ჩვენ საუბრობთ მაგალითად აი ამ სამუშაო ჯგუფს, რომელიც კანონში ცვლილებების შეტანაზე იმუშავებთ, ეს სახელმწიფო წარმომადგენლებთან იყო განხილული, ხო, რომლებიც ახლა თქო ამ როლში არიან, ხო, რაღაც სახელმწიფო მოხელების როლში. ასევე იგივე ეხება სხვა ელემენტების განხორციელებასაც, ხო, მესიც, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ იმ დაპირებებს, რომელიც მივიღეთ, ანუ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გავიმეოროთ, რომ ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოთ. მე ჩემ როლს ვასრულებ, იმიტომ რომ მე, როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ვალდებულება მაქვს, ჩემი როლია ეს. ხო, მე მოქმედებ როგორც გენერალური დირექტორი და არა როგორც სხვა რაღაცა როლის შემსრულებელი, ხო, ამიტომ რაღაც ინსტიტუციებს ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ და ისე უნდა აღვიქვათ, ანუ ეს კონკრეტულად ნიშნავს იმას, რომ ყველა ელემენტი, რაც განვიხილეთ, ყველა დაპირება, რაც მივიღეთ, საბოლოო ჯამში მივიღეთ მთავრობისგან, ხო? ეს ყველაფერი გააკეთეთ მათ მთავრობის, ასე ვთქვათ, წევრებმა და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს იყო აუცილებელი პირობა ამ ჩემი ვიზიტის, რომ დავჩენილიყავი იმდეხანს, რომ მომცემოდა შესაძლებლობა შევხვდები ყველას, ვინც ათანხმდა ჩემთან ესე იგი შევხვედრასთან, რა თქმა უნდა ჩვენ ეს გავაკეთეთ, მის გავაკეთეთ და შემდეგ მთავრობას ერთად თქვით, რომ ჩვენ გავაკეთებთ ამას და მე შემიძლია ასევე გითხრათ რომ ივანიშვილთან მე ამ ელემენტებზე მოლაპარაკებები არ მიწარმოებია. სულ პატივისცემით, ხო, ეს ყველაფერი თავის ადგილზე უნდა გაკეთდეს და შესაბამის უწყებებში, რაც ეხება დისკუსიას, მე მოკლედ გითხრა ერთი ვისთავებაზე თუ რა თემებს შევეხეთ ზოგადად ამ დისკუსიის დროს. მადლობა. ბატონი. ბაშირ კიტაჩაევი, Deutsche Welle. Did the President support authorities სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები დაგთანხმდნენ თქვენთან თანამშრომლობაზე ისაუბრეს თქვენთან და აი ამ შეხვედრის შედეგები რო გაგვიზიაროთ. ხო, გერმანულად ვუპასუხე, იმიტომ რომ გერმანული ჟურნალისტი იყო უკაცრავად. რაც ეხება თქვენს შეკითხვას დამავიწყდა ამასობაში. ხო, თანამშრომლობა იყო, ხო? მე ადრე ვახსენე, რომ 46 წევრი სახელმწიფოა ევროპის საბჭოში. საქართველო არის 25-ზე მეტი უკვე წევრი. არ დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა როცა არის წევრი, ეს არის ქვეყანა წევრი და არა მთავრობა, არა ადამიანების ჯგუფი. ეს არის ქვეყანა, რომელიც არის ევროპის საბჭოს წევრი. ეს პირველი. მეორე, ევროპის საბჭოს წევრობა უკავშირდება ვალდებულებებს, კავშირშია ვალდებულებებთან, ხო? ევროპის საბჭო არ არის რაღაცა კეთილდღეობის კლუბი, ხო? არ არის სპა. ევროპის საბჭო არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე და კონკრეტულად ეს ნიშნავს აი ამ ყველა იმ ტექსტის დაცვას და აღსრულებას, რომელიც ერთობლივად გვაქვს, ხო? ეს პირველ რიგში არის ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია და ჩვენ ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს გამომდინარე ყველა ესე იგი აი ამ დოკუმენტიდან რომელსაც საქართველოს ხელმოწერილი და რატიფიცირებული და აი ამ კონტექსტში როგორც წევრ სახელმწიფოს გასაგებია რომ გვაქვს მოლოდინი რომ თქვენგან სრული თანამშრომლობა იქნება და ის ვთქვათ ელემენტი მე შემიძლია გითხრათ რომ კი იქნება სრული თანამშრომლობა ამ თვალსაზრისით ამიტომაც ნოემბრის ბოლოს იყო სიპიტის ვიზიტი ამიტომაც ახლა გვექნება პირველადი ესე იგი დასკვნების სიპიტის მიგნებებთან დაკავშირებით და ასევე გვაქვს მოლოდინი რომ გახსრულდება ის რაც იქნება ჩაწერილი და რა რეკომენდაციებიც იქნება გაცემული ხო რაც გაამჯობესებს სიტუაციას და ამიტომაც თქვით რომ ვიმუშავებდით ერთად ერთობლივად კანონის ცვლილებაზე ხო უცხოური გავლენის შესახებ კანონის და განხორციელდება ეს იმიტომ რომ საქართველო არის წევრი ხო ხდება
მიღებით, რასაც გულისხმობ. ხო, გვაქვს მოლოდინური თანამშრომლობა იქნება კარგი და კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მე საქართველოში აქ ჩამოვედი ამ სამდღე ვიზიტზე, არის რომ მივიღოს სრული დაპირებები. რა თქმა უნდა, ეხა იმეილებით ყველაფერს ვერ გაარკვევ, ხო? უნდა მოხვიდე, ნახო, შეხვდე ადამიანებს, ყველა ვართ ადამიანები და ჩვენ გვჭირდება ფიზიკური, რეალური, უშუალო კონტაქტი იმისთვის, რომ ვნახოთ მრავალფეროვნება ადამიანების და ვინახოთ როლების მრავალფეროვნება და შემდეგ უკვე მოვთხოვოთ და დავაკისროთ ერთმანეთს ვალდებულებები და რაღაცები გავაკეთოთ, ხო? ამიტომაც მოლოდინური კი იქნება სრული თანამშრომლობა და მე არ მაქვს არანაირი საფუძველი ვიფიქრო, რომ ეს არ იქნება. და თქმა უნდა ჩვენ ესე იგი ვიქნებით ძალიან აქტიურ მუშაობაში შემდეგი თვის განმავლობაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ევროპის საბჭო კონკრეტულ ურთიერთობაში საქართველოსთან, ნიშნავს ეს იმას, რომ საქართველო არის 46 წევრიდან ერთ-ერთი ევროპის საბჭოსი. კიდევ თუ გაქვთ კითხვა? დიდი მადლობა გიპასუხებთ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ანუ საკითხი კანონმდებლობასთან დაკავშირებით ახალი არ არის, ახლა ვენეციის კომისიამ ეს რეკომენდაციები კაკონ დროს წინ გამოსცა, ხო? ანუ რაღაც ეს ახალი არ არის, დღევანდელი არ არის, ხო? ეს არის უკვე საკუთარ ხანგრძლივი საკითხი და ეს უკავშირდება წინა შეკითხვასაც. ახლა ის რომ ადამიანები აკრიტიკებენ ვენეციის კომისიას, ეს არ არის დიდი ამბავი, ჩვეულებრივი κρიტიკა, მაგრამ ამავდროულად ისიც ნორმალურია, რომ ჩვენი საკითხები ჩამოვაყალიბოთ, ჩვენ რეკომენდაციები დავწეროთ, მოვითხოვოთ ცვლილებები და მოვქონდეს მოლოდინური ცვლილებები განხორციელდება. ეხლა ეს რომ საქართველოს არის წევრი, როგორც ბატონმა გენდივანმა თქვა, ეს არის თავარი ელემენტი. ევროპის საბჭოს წევრია საქართველოს და ეს არის ყველაფერი იქნება პროცესი, ამ პროცესში ჩავთვალოთ შეიძლება მხარეს და გვაქვს განზრახვა, რომ ეს ცვლილებები უკვე განხორციელდება მომდევნო კვირების განმავლობაში დაწყებული დღეიდან. მადლობა. ბოლო შეკითხვა. მე მინდა დავსვა შეკითხვა, რომელიც მართლა მინდა რომ დაგისვათ, ძალიან მაინტერესებს, როგორც წესი პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელიც არის ხოლმე ესე იგი ის, ვინც მქონე ოფიციალურ სტატუსის მქონე ადამიანს უნდა შეხვდეს ეს, მაგრამ თქვენ შეხვდით საპატიო თავმჯდომარეს. ამიტომ კითხვები ჩდება ესე იგი ქართულმა ოცნებამ და თვითონ ბიზნესმენებმა თქვენს რომ თქვენ შეხვედროდით და მათი ინტერესი იყო ის, იმიტომ რომ ღარიბაშვილია პარტიის ეს თქვენ თავმჯდომარე თუ ეს იყო თქვენი ინტერესი. მადლობა შეკითხვისთვის. თქვენ მართალი ბრძანდებით, ესე იგი ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოწყობები, ორგანიზაციები, ხო, პოლიტიკურ პარტიას შიდა სტრუქტურა აქვს, თავმჯდომარე, ასე შემდეგ. თუმცა საბოლოო ჯამში აუცილებლად უნდა შეხვდე ყველას, ვისაც რაიმე სათქმელი აქვს და უნდა შეხვდე ყველას, ვისაც გავლენა აქვს. და რა თქმა უნდა, უდაოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ქვეყანაში, ხო? და ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო მე იმის მიუხედავად შეფასება თუ არა მისი როლი და ტიტული და ასე შემდეგ, მე ამ შეკითხვებს არ მოსვამდი ჩემ თავს. და თქვენ
თქვით მე და გაჟღერეთ და ჩვენც ესე იგი თქვით ქონდა საუბარი და ასევე შედგა ბატონ მაკრონსა და ვიце-პრემიერ ივანიშვილის შორის ამ ბოლო დროს ესე იგი კომუნიკაცია ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია იყო და ამიტომ რადგანაც მე აქ ვიყავი ფიზიკურად ჩავთვალე რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ყველა მხარესთან კომუნიკაცია მათ შორის ვიце-პრემიერ ივანიშვილთან ეს ყოფილი ძალიან პრაგმატულია ხა თუ შენ გინდა რომ დაუშვათ წინ გადადგა ნაბიჯები განსაკუთრებით ესეთ თქო ძალიან მძიმე სიტუაციას ქვეყნისთვის ასეთი კლიმატის პირობებში როცა ეს ყოფილი სავსეა ძალადობით და დემონსტრაციები და ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაალაპარაკო ყველას და არ იყო ჩაცეკვილი ტიტულებზე, წოდებებზე და იმაზე თუ ვის რა პოზიციაზეა. ეს სატელეფონო ზარი ყველასთვის ცნობილია მაკრონსა და ივანიშვილის შორის და ახლაც ჩემი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი დროს მოხდა და ასევე როგორც გითხარით შევხვდი ყველა აქტორს ვისთანაც შეიძლება რომ შევხვედრილიყავი ამ ბოლო 3 დღის განმავლობაში დიდი მადლობა